დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, მოვედი თქვენთან, აი მოვედი. მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მოვედი ჩემო ძვირფასებო და მომიტევეთ დაგვიანებისთვის, არ მაქვს ჯანმრთელობა, რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, ამიტომ მაპატიეთ. აი ეხლაც რაღაცნაირად მოვედი თქვენთან და მოვედი იმიტომ რომ მინდა რომ ჩაგიწეროთ საჯაროდ. საჯაროდ ჩაგიწეროთ. ეს არ იქნება ლაივი, ეს იქნება საჯარო, იმიტომ ლაივებით რადგან ვერ მოვდივარ თქვენთან, თქვენამდე გარკვეული ჯანმრთელობის მიზეზების გამო, ამიტომ ეხლა ჩაგიწერთ საჯაროს სამკუთხედზე. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ ვის ჩაი, ვის ყავა, ვის რა და ვის რა მეგობრებო და არაფერზე არ იფიქროთ, არაფერზე არ ინერვიულოთ. მოეშვით, უბრალოდ განეწყვეთ, მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით, თუ რა ენერგიებში იმყოფებით ეხლა და ვიხართ თქვენ, როგორი ადამიანები მიყურებთ. გაურბი ხართ, გარბი ხართ, რაღაცას გაურბი ხართ. ან უკვე გაიქეცით ვიღაცას, ან რაღაცას გაიქეცით რეალობას. გაიქეცით რეალობას, მაგრამ ამ რეალობას შორიდან უყურებთ. თვალს ადევნებთ მაინც. კი, თვალყურს ადევნებთ, თუმცა ძალიან ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. ისეთ რაღაცას აკვირდებით, რაზეც ძალიან დიდი ყურადღება გაქვთ, გადატანილი მთელი არსებით, მთელი ემოციებით, მთელი გრძნობებით, შეპყრობილი ხართ იმ რაღაცით, რასაც შორიდან აკვირდებით, ჩემო ძვირფასებო. თქვენი ენერგიები თითქოს გინდათ რომ საკუთარ თავს ბოდიში მოუხადოთ და რაღაც ახალი დაიწყოთ. ოღონდ ამ ყველაფრიდან შორს ხართ. ან შორს ხართ თქვენი მიზნებიდან და ოცნებებიდან, ან ზოგადად თქვენი ოჯახიდან შორს ხართ, თითქოს გზაზე ხართ, სადღაც წასული ხართ, ან განშორება გინდათ ამ ყველაფრიდან, მოშორება და წასვლა გინდათ და საკუთარ თავთან ბოდიშის მოხდა გინდათ და ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ, თითქოს რაღაც ესეთი თქვენი ენერგიები. კი, თითქოს ამ ლაბირინთიდან გამოსვლა გინდათ, კი, წასვლა გინდათ შორს, რაც შეიძლება შორს. ამაზე ფიქრობთ, რომ სადღაც წახვიდეთ, გაექცეთ ამ თქვენ ყველაფერს, ყველას და ყველაფერს უთხრათ არა, არა. მორჩა და გათავდა. ამის თქმა გინდათ მეგობრებო, კი. კიდევ თქვენი ენერგიები, ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ. აი ხო გეუბნებით, წასვლა გინდათ. ყველაფრის დამთავრება გინდათ, დასრულება გინდათ, წარსულიდან გამოსვლა გინდათ, ამ ტკივილიდან გამოსვლა გინდათ და ახალი ცხოვრების დაწყება გინდათ. თუნდაც ცარიელ ტარიელა, აი ესე, როგორც არის აქ აღნიშნული ფოტოზე, აი ესე გინდათ ყველაფრიდან გაქცევა. ყველას ჯანდაბაში გაშვება გინდათ, მაპატიეთ ასეთი საუბრისთვის და თქვენი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება გინდათ მეგობრებო. კი, ერთადერთი რაზეც იწვით და იბრძვით არის ეს. კი. განთავისუფლება, წასვლა და აი ნახეთ. აი ნახეთ. იმ დიდი სიამაყის გრძნობით, რაც თქვენ გაგაჩნიათ. თუმცა ძალიან ამაყები კი. აი იმ სიამაყით, იმ ადამიანობით, იმ ერთგულებით, იმ სიყვარულით, იმ ყველაფრით, რაც იყო წარსულში და არ გაგიმართლათ, ეხლა საკუთარ თავთან გინდათ ამ ყველაფრით, აი ეს გუდანაბადი მოიკრათ, ხურჯინი და თქვენ ცხოვრებას გაუყვეთ იქ, სადაც შეიძლება რომ ადამიანმა გადარჩე და გაექცი ამ ყველაფერს. თუმცა აქამდე ძალიან ეწინააღმდეგებოდით მეგობრებო, კი. ძალიან ეწინააღმდეგებოდით ამ ყველაფერს. თუმცა მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ ესე უნდა მოიქცეთ. ესეთი იყო თქვენი მოკლე დახასიათება, თუმცა ძალიან ესეთი შთამბეჭდავი და თუ კი ემთხვევა თქვენს სიტუაციაში, ჩემო ძვირფასებო და ამ ვიბრაციებში ხართ, დარჩით და გავაგრძელოთ მოსმენა. ეხლა რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ ჩაიფიქროთ თქვენთვის სასურველი ადამიანი და გავარკვიოთ რა ხდება მასთან. გავიმეორებ, ჩვენი დღევანდელი საჯარო თემა არის სამკუთხედი. კი. იმედია ჩაიფიქრეთ ადამიანი. თქვენ შეგიძლიათ წყვილებზე ჩაიფიქროთ, თქვენთვის სასურველ წყვილებზე. ვინც გინდათ, ის წყვილი ჩაიფიქროთ.
ის სიტუაცია ჩაიფიქროთ და მოусმინოთ მეგობრებო. დავიწყებთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ენერგიები. ვინ არის ის? ამ ადამიანს კრიზისი აქვს. ამ ადამიანს ეხლა ძალიან ბევრი დაბრკოლებები აქვს. აი იცით როგორაა მეგობრებო? აი რო იტყვიან ნერვი ძაბზე კიდიაო. ეს ადამიანიც ნახეთ, ესე ნოუთბუქი მუხლებზე უდევს, ასე ბნელ ოთახში იმყოფება. ესე ბნელ ოთახში ჩაკეტილი იმყოფება. აი ზის კრესლოში თუ რაღაც სკამზე შეიძლება იატაკზეც იჯდეს და ასე ნოუთბუქი, პლანშეტი ან კომპიუტერი ფეხებზე უდევს, მუხლებზე უდევს, ასე და ეს ადამიანიც 24/7-ზე ინტერნეტში გათვალიერებთ. მას შეიძლება კონდეს განსხვავებული ნოუთბუქი თუ რაღაც ხელსაწყო, შეიძლება იყოს ტელეფონიც, არ გამოვრიცხავ. ამ ადამიანს აღმართული აქვს ეხლა საზღვრები, თავის სტიქიაში რო იტყვიან, თავის შეიძლება სხვა ქვეყანაშიც ცხოვრობდეს, სხვა მიმართულებით ცხოვრობდეს, სხვა გაგებით ცხოვრობდეს, სხვა ადამიანობით ცხოვრობდეს, რადგან აქ შავია და ყველაფერი ისეთი ბურუსით არის მოცული, შეიძლება შავი გაგების ცხოვრებით ცხოვრობდეს. მაპატიეთ. ხა და სხვა დანარჩენს მიხვდებით ახლა თქვენ მე რასაც საუბრობ. შეიძლება ეწეოდეს ისეთ ცხოვრებას, რასაც სხვა ვერ ხედავს და ან არ უნდა რომ აჩვენოს კი. ბუნდოვანია მისი ცხოვრება თქვენთვის. და ზოგიერთი ადამიანებისთვისაც კი. კარგით და კიდევ მისი ენერგიები. ეს ადამიანი ახლა ქალივით იქცევა. ნუ ვინც მიყურებთ იმის და მიხედვით. თუ კი მამაკაცები მიყურებთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ეს ქალბატონი თითქოს ქალურ ენერგიებშია. კი, რაღაც ინაზება, შეიძლება თავისთვის იპრანჭება, ან თუ აქამდე შარვალი ეცვა, ახლა შეიძლება კაბა ეცვეს და აი ესე. თუ კი ქალბატონები მიყურებთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ქალივით იქცევა, მანდილოსანივით იქცევა, ანუ იფასებს თავს, გემალებად და სხვა დანარჩენი კიდევ კი. ხო, ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა, ნებით თუ უნებლიეთ, აღმოჩნდით ტოქსიკურ ურთიერთობაში, სადაც არის სიტუაცია, ვინ გაიტანს გოლს და ვინ ვის მოუგებს კიდევ. მისი ენერგიები. ამ ადამიანს ძალიან ემოციური ფონი აქვს, დეპრესიებშია, კი, თუმცა რაღაც სიახლეებისთვის ბრძოლობს, სიახლეები უნდა. ამ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს მაგიური ჩარევები, ზემოქმედებები, შეიძლება ეს ადამიანი ახლა იკეთებდეს წმენდებსაც, ან ესაჭიროებოდეს წმენდები, რაც აბრკოლებს თავის ცხოვრების მომავალს. ხო, ამ ყველაფრიდან ამ ადამიანს განთავისუფლება უნდა ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ძალიან ემოციური ფონი აქვს, ხედავთ აქ ისევ ბნელ ოთახში ზის თავისთვის იატაკზე და სახეს არავის არ აჩვენებს და აი ესე არის ხშირად ამ სიტუაციაში იმყოფება. კიდევ მისი ენერგიები, როგორ ენერგიებშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. მეგობრებო, კი, ეს ადამიანი მაგიური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. გაურბის რეალობას, გაურბის სიტუაციას, თავის შეცდომებზე საუბრობს, ამბობს იმას, რომ სადღაც დავიკარგეო, ჩავიძირეო, ჩემს გრძნობებში დავიკარგე, ჩემს ემოციებში დავიკარგე, ცხოვრებიდან დავიკარგე, შეიძლება იმასაც ფიქრობს გზიდან გადავუხვიეო. ხო, აი თავის შეცდომებზე საუბრობს, მისი ენერგიები. ხო, აი წასულია თქვენ შორის დიდი მანძილია. დაბრკოლებებია, დაშორებებია, მოშორებები, ჩამოშორებულები ხართ, დაშორებულები ხართ, შორსაა, არასტაიანი, მანძილია, დიდი მანძილია თქვენ შორის. ხო, წარმოგიდგენთ ფანტაზიებში ეს ადამიანი. აი ხო ხედავთ, ამ ადამიანს უნდა რომ თითქოს ქალური ენერგიებიდან გადმოვიდეს მამაკაცურ ენერგიებში და ამას ცდილობს ახლა. ხო, თუმცა სიკვდილიც უნატრია, კი. ამ ადამიანს ძალიან ბევრჯერ უნატრია სიკვდილი, იქნებ ეხლაც ნატრულობს სიკვდილს. კიდევ მისი ენერგიები, თუმცა აღიარებს თავის დანაშაულს კი. ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს, გაგიკვირდებათ, მაგრამ ფიქრობს იმაზე თუ კარმამ როგორ მიუკაკუნა. წაუჭირა მეგობრებო, წაუჭირა, კი, იცი როგორ წაუჭირა, ესე გადაუგრიხა და ღირსიცა რო გადაუგრიხა.
ხო. ეს ის არის, რაც დაიმსახურა. კი. ძალიან დიდი ტკივილს ატარებს. თვითონაც ხვდება, კი, ხვდება, რომ კარმა მიუკაკუნა. ნახეთ, პრიზნანიე, ამას აწერია, აღიარება, რომ კარმა მიუკაკუნა. თქვენ ხართ მისი კარმა, მოდი ასე ვიტყვი. და ამას ფიქრობ ზუსტად, რომ თქვენ ხართ მისი კარმა. კი. ესე რო არ გამოვიდო და ყოველთვის იცოდა, მიხვდა. კი. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ვამბობს თქვენი. ამ ადამიანს როგორც ჩანს, ეხლა შეუყვარდით. სავარაუდოდ ეხლა შეუყვარდით, კი? ამის დიდი სურვილი აქვს, რომ თქვენთან იყოს. მოხუცურება უნდა თქვენთან. კი, ხუცურა. ხუცურია. კარგახანია, არ მიხსენებია, ხუცურია. ალბათონო, სამკუთხედში აუცილებლად გამოვიტან სათაურად ხუცურა და ცუგურა. აი ესე. ხო. მოხუცურდება მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა რომ ესე მოგიხუცურდეთ და ესე მოგიტანოთ ყვავილი. ქალბატონებო, ესე მოგიხუცქუცოთ. კუცურ ესე კუდით. ხა. თან გულღიაო, ძალიან მიტოვებული ვარო, ძალიან მიგდებული ვარო, გადაგდებული ვარო, დატოვებული ვარო. ხა, იქნებ მკვდრებს ესაუბრება, იქნებ მკვდრებიც ესიზმება, იქნებ სასაფლაოზე დადის, ან სურათს ესაუბრება. ეს ადამიანი არ გაჩვენებთ თავის ნამდვილ სახელს, რომ მოსიკვდილებულია. შეიძლება ესეც იყოს. ნახეთ, ვენდეტა, როგორ ცინის ეს საცოდავი ძალით. ხა, ლოცვით მობრუნებული. ამას თქვენ არ გაჩვენებთ თუ როგორ აქვს გული დამძიმებული, არ გაჩვენებთ იმას თუ როგორაა ჩაშავებული, ჩანიავებული, ჩანიორწყალებული მეგობრებო. ძალიან ცუდი შეგრძნებები აქვს, ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს. ამბობს რომ ძალიან რთულია ჩემთვის ამ სიტუაციასთან გამკლავება, რაშიც ვიმყოფები ეხლაო, კი. ძალიან ცუდად ვარო. ოხ დაცდათესა იმას იმკის კიდევ მისი ენერგიები სტრესია ყველაფერი მის სახე მის კისერზეა ყველაფერი ამტანიც გამტანიც მიმტანიც მომტანიც შემომტანიც ახლა თვითონაა აქამდე ალბათ თქვენი ყავით ყველაფერზე მზრუნველი თქვენი ყავით ურთიერთობის მმართველი დამფუძნებელი წამყვანიც მომყვანიც ამტანიც ხო მეგობრებო თქვენ არ ჩენდით ყველაფერს ხო თქვენ იყავით ყველას მამიდა თუ ბიცოლა რა ქვია მაგას ხო ყველაფერი თქვენზე იყო გადასახადები კომუნალურები საჭმელი სასმელი იგენი ხო მეგობრებო აი ახლა ყველაფერი მის კისერზეა ხო აი ეს დააწვა ყველაფერი მის კისერზე დიდი სტრესი აქვს ამ ადამიანს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ ეხლა რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს თქვენთვის ეს აქ ჩაფიქრებული ვიპალნენიე ზადუმანავა რომ თქვენ ბოდიში მოგიხადოთ უნდა გააზრება, გაგება და გამოღვიძება აქ დაწყებული. ესე იგი ამ სტრესმა მიიყვანა იქამდე რომ გამოიღვიძა. თურმე მტყუანი ყოფილა. თურმე თქვენ ყოფილხართ მართალი. ამაშია საქმე. ხო. რა ეგონა ეს ხელ რო წავიდა თქვენთან დაბიძურებული ფეხით. რა ეგონა მეგობრებო? აი ნახეთ? რა ეგონა? ხა რა ეგონა რომ იქ ყველაფერი კარგად იქნებოდა უთქვენოთ ბოდიში ნახეთ ეს ადამიანი სოციალურ ქსელში გითვალთვალებთ ხო არ ყავთ ვინმე ხო არ დაუჯახდით ბავშვი ხო არ შეგეძინათ ხო არ ელოდებით ხო არ იგი ხო არ აგი ხა რას ფიქრობთ ოჯახის ხო არ შექმნაზე ხო არ ფიქრობთ ხა 24/7-ზე კონტროლზე ხართ აყვანილი კონტროლიორია მაგარი. ისი ენერგიები, სოციალური ქსელები გადაჩიჩქნილი აქვს. სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა აკაუნტებით ფარულად, ასე გეჯღანებათ. ასე ეჯღანებით. თუ გეჯღანებათ, არა, თქვენ ეჯღანებით, ასე ენას დაუბზიკავთ. ხო და ის კიდე ესე მეგობრებო თქვენ არ აქცევთ ყურადღებას ის ენას გიბზიკავთ და თქვენ ყურადღებას არ აქცევთ ხო არ აქცევთ ყურადღებას თქვენ თქვენი საქმით ხართ დაკავებული როგორც ყოველთვის ეს ვითომ მაიმუნებს რაღაცას იქ ჭკვიანი ადამიანის როლს თამაშობს ვითომ ნახეთ
ვითომ ამასაც წიგნი აქვს გადაშლილი, მაგრამ მაინც თქვენ გიყურებთ. ვითომ თვითონ რაღაცას აკეთებს, მაგრამ ვერა, მაინც თქვენ გიყურებთ. თქვენ გიშლით ნერვებს, უნდა რომ ნერვები მოგიშალოთ, უნდა რომ ემოციაზე გამოგიყვანოთ. ამ ადამიანს უნდა რომ თქვენ მას შეხედოთ. თითქოს თვითონ რასაც აკეთებს, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული, მაგრამ თქვენ სულ წალფეხზე კიდიათ არა და ორივეზე. ოხუი მაროზი გაქვთ ჩართული. ხო, ამიტომ არა. თქვენი საქმით ხართ დაკავებული, ის იმას კიდევ აინტერესებს. ხო არ შეგიქმნიათ ოჯახი? ხო არ ფიქრობთ? ბავშვის გაჩენას ხო არ ფიქრობთ? ხო. აი როგორც ყოველთვის, ბნელ ოთახში. ესე გიყურებთ, ვის პარტნიორს გავს აბა? ბლანჟიანი, წვერულვაშით, ესეთი ლამაზი ცხვირით, შეიძლება იყოს რიჟიკა. რიჟა ტიპი. ხო, ან ჭაღარანარევი. და კიდევ ერთი ორი ბარათი. მისი ენერგიები. არა, ამ ადამიანს თქვენს გარდა არ შეუძლია და არ შეუძლია რომ აი ხო გეუბნებით თქვენი ძალიან შეპყრობილია. თქვენი ძალიან შეპყრობილია და მეორე შანსი უნდა. არა მიუღებელია მისთვის. არას არ ღებულობს თქვენგან. არა. არა არ შეიძლებაო. არა დიდი ტკივილია მისთვის. არა, გამოუვალი სიტუაცია მისთვის. თქვენგან არას გაურბის ეს ადამიანი. ამ ადამიანს სერიოზულად უნდა თქვენთან მეორე შანსი, იმიტომ რომ ძალიან ცუდათა უთქვენოთ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ მისგან მეორე ნაბიჯს. ხო, ესეთი იყო მისი ენერგიები. ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია ეხა, ისევ კარმა ამოვარდა. ესეთ ენერგიებში იმყოფება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა მის ენერგიებს და თქვენს სიტუაციას, დავიწყოთ ახლა ჩვენთვის სასურველი თემა დღეს. სამკუთხედი, კუცურა და ცუგურა. რა ხდება მათთან და რა ხდება თქვენთან დამოკიდებულებაში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანიდან მეგობრებო. მოკლედ სამკუთხედია თუ ხუთკუთხედია არ ვიცი, ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩნდით სამკუთხედში, ხო? ამიტომ არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება. ეხლა დავიწყოთ ჩვენი ტაროს დასტით. ხო. ჩვენი ტაროს დასტით დავიწყოთ მეგობრებო. გადავურევ ეხლა თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად გადავურევ ამ კარტებსაც, იმიტომ რომ ენერგიები გამოუშვით ახლა. გამოუშვით ენერგიები მეგობრებო. დავიწყოთ. აჰა. ცვივა. მე ახლა გავყობ დასტებს. ნახევარს თქვენთან გადმოვდებ, ნახევარს მასთან გადავდებ. კი ბატონო. ნახევარს თქვენთან და ნახევარს მასთან. სამკუთხედი. რა ხდება იქ? რა ხდება თქვენთან? ეს იქნება მისი, ეს იქნება თქვენი. დავიწყოთ მეგობრებო. თუ კი იცით რომ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი იმყოფება ვიღაცასთან, შეიძლება იყოს მშობლები, შეიძლება არავინ არ იყოს, არა აქვს მნიშვნელობა ვიღაცა და რაღაცა, არის სამკუთხედი. რა ხდება იქ? დავიწყოთ მისით. ეს არის მისი. რა ხდება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? რა ხდება იქ? მაგიები. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი მაგიის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მეგობრებო. აი, მაგია პირდაპირ მნიშვნელობით. აქ არის მაგია, აქ არის ნერვიულობა, აქ არის წინ დაუხედავი ნაბიჯები, აქ არის ურთიერთობის გაწყვეტაზე საუბარი და გაიძვერობაზე.
ხო. რა ხდება იქ და იქ ხდება ყველაფერი. ხო. ქუცურასთან და ცუგურასთან ხდება ყველაფერი. ნერვიულობა, დანაკარგები, ფულის დაბანდება, ურთიერთობის დაბანდება, თუ ენერგიის გაცემა, ყველაფერი მიდის ნოლისკენ. კიდევ რა ხდება იქ? იქ ხდება ხმლების ბორიალი, იქ არის სიძნელეები, სირთულეები, მატერიალური პრობლემები, იქ არის ღალატი, იქ არის აფერისტობა, დანაკარგები და პრობლემები. რა ხდება იქ? კიდევ. რა ხდება იქ? იქ არის შეიძლება იყოს ქორწინებაც, ნიშნობაც, ყველაფერი, მაგრამ იქ არის პრობლემები, მეგობრებო. ეს ურთიერთობა, სადაც თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი იმყოფება, მე არ ვამბობ ეხლა, არ ვამახვილებ ყურადღებას იქ ქორწინებაშია თუ მესამე პირთანაა. ამას არ ვუყურებ და არ ავხსნი. სადაც არის იქ არის პრობლემები. იმ ურთიერთობაში შეიძლება იყოს კი ურთიერთობა, შეიძლება იყოს ნიშნობა, შეიძლება იყოს არანიშნობაც, უბრალოდ ურთიერთობა. თუ კი არის რა მნიშვნელობა აქვს, რა ურთიერთობაც არის, თუნდაც ნიშნობა და ქორწინება იყოს, ამ ურთიერთობაში არის პრობლემები. კიდევ, რა ხდება იქ? რა ხდება იქ? ხო, ამ ადამიანმა შანსი არასწორად გამოიყენა. რა ხდება იქ? რა ხდება იქ, მეგობრებო, და თუ კი ისინი დაქორწინდნენ და დაოჯახდნენ, ეს არის მაგიით. რა ხდება იქ? მაგია. იქ ხდება, არა, მოხდა მაგია. იმ ურთიერთობაში მოხდა მაგია და ეს ურთიერთობა შეიქმნა მაგიით. კი ბატონო, კიდევ. რა ხდება იქ? კიდევ რა ხდება იქ? იქ ხდება განქორწინება, ან ძალიან მალე მოხდება განქორწინება. ნახეთ? კი. იქ განხეთქილება მოხდება, იქ მოხდება დანაკარგები, იქ ცოტა ხანში და სულ მალე წავა უარყოფითი ურთიერთობები. იქ მოხდით თქვენ. იქ ხართ მოხვედრილი თქვენ. ანუ უყურეთ. იქ თუ კი არის ქორწინება, რა მნიშვნელობა აქვს, რაცა იმ ურთიერთობაში მოხდით თქვენ. თქვენ ხართ ჩვაში, თავშიც და ბოლოშიც. ანუ რა ხდება ახლა, უყურეთ. თქვენ კი არ მოხდით ჩვაში. თქვენ შორის ჩადგა ის მოხდა შვაში, მაგრამ რადგან შვაში მოხდა, ამიტომ თქვენ ხართ ახლა თავში და ბოლოში, იგივე შვაში. იმედია მიხვდით. აქ ხდება ახლა უბედურება, უასოზე ხდება ყველაფერი. აქ ხდება ურთიერთობის გაწყვეტა, განქორწინება, დასასრული. ხა. დასასრული, იმიტომ რომ ნახეთ, ის რაც აქვთ ახლა იმათ, ბედნიერება არ მოაქვთ მათთვის. შეიძლება ფინანსურად ძალიან მაგრად იყვნენ ფეხზე, მაგრამ არაფერი აღარ აქვთ, აღარ უხარიათ. არა, არაფერი აღარ უხარიათ. იქ ყველაფერი ხდება უსამართლოდ. იქ სამართლიანი არაფერი არაა. არც ფინანსებია სამართლიანი, არც სიყვარულია სამართლიანი, არც ოჯახი, არც შვილები, არაფერი არა აქვთ სამართლიანად მოპოვებული და შეძენილი. ამიტომ მიდის დასასრულისკენ. ეხლა მინდა გავარკვიო ამ თავის დასტას, ახლა აქ დავდებ ასე. ეხლა გავარკვიოთ თქვენთან დამოკიდებულებაში. რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? თქვენთან დამოკიდებულებაში რას ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? თქვენთან დამოკიდებულებაში ის რომ ძალიან გული გატკინათ, ჩაგხმალათ, ჩაგკლათ, ჩაგიკლათ ყველაფერი, დაგკლათ ღორივით. კი, ძალიან მიყვარხარო ამბობს. შორიდან ეს ადამიანი გიყურებს, გითვალთვალებთ და შორიდან გეფერებათ, შორიდან გეტრფით. ეს არის მოკრძალებული ურთიერთობა. თქვენ ხართ მისთვის ძალიან ისეთი მოკრძალებული ადამიანი, რომელსაც უყურებს და ვერ ეხება. შეხება არ შეუძლია. ხო, მიუწვდომელი ხართ მისთვის. რომეო და ჯულიეტა. მოდი ასე ვიტყვი. ხო, კიდევ თქვენთან დამოკიდებულებაში. ხო, მოგატყუათ. ამბობს რომ მოგატყუეო. აქ არის ასაკი 21-დან 35 წლამდე ადამიანი, პლუს მინუს 5 წელი მეგობრებო. 40 წლამდე ადამიანი, რომელმაც მოგატყუათ, იმედები გაგიცრუათ, შეიძლება დაგპირდათ დაოჯახება და
არ მივიდა ეს ურთიერთობა დაოჯახებამდე, კი? იმიტომ რომ აქ ხედავ რომ ახსარებას ამბობთ, თითქოს რაღაც რიტუალებს გეგმავდით, იქნებ ნიშნობას გეგმავდით, ჯვრის წერას გეგმავდით, რაღაცას ისეთ მოკრძალებულს გეგმავდით, კი? ნახეთ, ეხლა არის დანაკარგები თქვენს ურთიერთობაში. დაკარგა პრესტიჟი თქვენს თვალში ამ ადამიანმა ვაფშე ეს ადამიანი თქვენ თვალში უკვე ნოლია. მოდი ასე ვიტყოდი. ხო. თქვენთან დამოკიდებულებაში. რას ფიქრობს ეხლა? ბალანსის აღდგენა უნდა. ძალიან უძილობა მაქვს ამბობს. აი სულ ეს იზმებით თქვენთან დამოკიდებულებაში. სულ ღამე ფიქრობს თქვენზე მეგობრებო. ხო, უნდა რომ ამ ურთიერთობაზე იმუშაოს, უნდა რომ თქვენთან ერთად დაისვენოს. ამ ადამიანს თითქოს უნდა რომ სადღაც დაგპატიჟოთ. აი სპეციალური შემოთავაზება გაგიკეთოთ და სადღაც დაგპატიჟოთ. ამ ადამიანიდან ელოდეთ სპეციალურ შეტყობინებას, სადღაც გამგზავრებასთან, დაპატიჟებასთან დაკავშირებით. ეხლა მე აქ არ გამომიხტეთ და არ მითხრათ რომ რაიმე არასწორად ვსაუბრობ. ან ეს არ მოხდება, ან ის კი მოხდება, ან არ მოხდება. ხო. ამ ადამიანს უნდა რომ სიტუაცია შეცვალოს, ტენდენცია შეცვალოს. აი ურთიერთობაში რაღაც ახალი დაიწყოს. აქამდე თუ ცუდად იყო ყველაფერი, ეხლა უნდა რომ რაღაცაზე მოგელაპარაკოთ, რაღაცა დაგეგმოთ და თითქოს სიტუაცია შეცვალოს უკეთესობისკენ. კი, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. თქვენთან ტენდენცია არის ის რომ ძალიან ცუდად მოგექცათ ეს ადამიანი. კიდევ თქვენთან დამოკიდებულებაში ხო, თუმცა თქვენ მას ელოდებით. მან იცის რომ თქვენ მას ელოდებით. თითქოს ელოდებით რაღაც ნაბიჯებს მისგან, კი? მან ეს ძალიან კარგად იცის. თან ისიც კარგად იცით რომ ძალიან ისეთი ყურადღებიანი ხართ, ძალიან მიმზიდველები ხართ, შარმიანები ხართ. აი ძალიან დიდი სიყვარულის გაცემა შეგიძლიათ, თბილები ხართ ძალიან ისეთი. ხო. კიდევ თქვენთან დამოკიდებულებაში, თქვენთან მიმართებაში. როგორი ხართ მის თვალში? აი რას ფიქრობს? როგორი ხართ მის თვალში, მეგობრებო? მისი თვალით დანახული თქვენ, როგორი ხართ? თქვენ როგორი ხართ, მეგობრებო და ესე ადექით და თქვენივე манипуляციები ჩაუტარეთ, დაუბრუნეთ უკან ყველაფერი? ზოგიერთები დაჟე კიდევაც ეწევით, ალბათ, აი ესე თქვენთვის კაიფობთ, აბოლებთ, რო იტყვიან? კი? ბევრი მწეველი მიყურებთ, კი ბატონო? ესე თქვენთვის ესე ცხოვრებას აგძელებთ, კარგ ნოტებზე რო იტყვიან რა. მე და ჩემი ნაბადიო, დედასპიცა ვარ, ესე მომდის ახლა. ძალიან მაგრად ხართ, ძალიან კარგად დგახართ ფეხზე, მყარად დგახართ ფეხზე, თქვენი ცხოვრების მაგები ხართ, ბევრმა რაღაც ახალი წამოიწყეთ, იქნებ ახალ ურთიერთობაშიც შეხვედით, ხო, იქნებ ახალი გაქვთ დაგეგმილი. კიდევ როგორი კი თქვენი წილი ტრანსფორმაცია გაიარეთ, თქვენი ჭირი მე თქვა. ხა, ეს არასასურველი ადამიანები ჩამოიშორეთ, აი ძალიან კარგადაც აი გამოძვერით იმ თქვენი მისი დაგებული ჯოჯოხეთიდან. აი, ამ ხმლებიდან თქვენ გამოხვედით, ძალიან კარგადაც გაიარეთ თქვენი წილი ტრანსფორმაცია და ვაფშე მაგრად ხართ. ყველანაირად ხერხის გამოყენებით, ყველაფერი გამოიყენეთ სასიკეთოდ თქვენთვის. კი, ამიტომ ძალიან კარგად გხედავთ. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ძალიან კარგად გხედავთ. კი ბატონო. მოდი ახლა ვკითხო მინდა. რას გეტყოდათ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? არა, ამითი არა. ამას ახლა მე აქ დავდებ. ახლა გავაგრძელებ აი ამ დასტით. აი ეს არის უიფ მართლა. ეს არის დუშევნაია откровение. აი რას გეტყოდათ? მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით. მოდი ახლა ჩავთავ ამ დასტას და რას გეტყოდათ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? ხო, აი გულით თქმა რო შეეძლოს, რო შეიძლებოდეს, რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? მეგობრებო, შენ ხარ ის სრულყოფილება, რომელიც მქონდა შენთან მეო. შენ ხარ ჩემი სიყვარული, შენ ხარ ჩემი გაოცება, შენ ხარ ჩემი აი ბედნიერება, პრიმერ საвершенства. სრულყოფილება ხარ ჩემიო ამბობს. ძალიან მიყვარხარო. კიდევ რას გეტყოდათ?
შენ ხარ ჩემი თავდაჯერებულობა, მე შენი ძალიან მჯერაო გეტყოდათ. კი, შენ ხარ, მე ვარ, შენ ხარ ის ადამიანი, ვისიც მჯერა ყოველთვისა, რომელიც ჩემი ხელით გავაფუჭეო. ხა, ამას გეტყოდათ. ჩემი ხელით გავაფუჭეო. კიდევ. რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ? ეს ადამიანი იქნებ ხატავს, იქნებ გწერთ, იქნებ რაღაცის მოწერა უნდა, იქნებ რაღაცას ხელებით აკეთებდეს. არ ვიცი რას აკეთებს, მაგრამ თითქოს რაღაცას დაწერს, წაშლის, დახატავს, წაშლის, ან დახევს, ან რაღაცის მოწერა უნდა და არ გწერთ, ან წერს და სადღაც ინახავს, შეიძლება რაღაც мотиваციას აძლევს საკუთარ თავს. ხო, აი რაღაცა ესეთი. შეიძლება დღიური კონდეს და რაღაცას იწერდეს. კი, რას გეტყოდათ, ხო? ყველაფერს ვწერო, შეიძლება ამას გეტყოდა. ჩემს გულის ტკივილებს ვწერო, ამას ამბობს, ამას გეტყოდათ. კიდევ. ხა. ძალიან დავიღალეო. უშენობით დავიღალეო. ფეხზე დამდგარი მძინავსო ამბობს. სამუშაო საათებშიც კი მძინავსო. ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, ვერაფერზე ვეღარ ვაზროვნებ, ვეღარ ვმუშაობ, ძალა არ მაქვს, გამოლეული მაქვს ამბობს. ფეხზე მძინავს ცხენივითო. ძალიან კაი. და ძალიან დიდი ტკივილი მაქვს ამბობს. ხა. ასია ჩემო ძვირფასებოდი. ამას გეტყოდათ. ამას გეტყოდათ. ეხლა გავაგრძელებ ეხლა თავის ისტორიას გავაგრძელებ, მეგობრებო. თავის ისტორიის მოყოლას გავაგრძელებ ეხლა. ქუცურასთან და ცუგურასთან კიდევ რა ხდება? რა არის ისეთი, რაც არ იცით, იქ რომ ხდება? რას გიმალავთ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი იმ ურთიერთობაში, სადაც არის ეხლა იქ. იქ რა ხდება ისეთი, რაც თქვენ არ იცით და უნდა იცოდეთ. ბალოტია იქ. იქ არის ბალოტი. იქ მეტი არაფერი არაა კარგი მეგობრებო. იქ არის ბალოტი, ბალოტში ცურავენ ორივე, რომელს აღრჩობს და იხრჩობა არ ვიცით. რა ხდება იქ, დაკლული, მოკლული, განადგურებული. იქნებ მოიგითხოთ ცოცხლები თუ არიან, კლავენ, ხოცავენ ერთმანეთს, დაუხოციათ, დაუწყვეტიათ მეგობრებო. არი ნერვიულოთ თქვენ. ძალა გამოლეულები ყრიან, გდიან და აი ყრიან ხო, ყრიან და გდიან. კიდევ. რა ხდება იქ? ეს ადამიანი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ბედის საძიებლად მიდის რაღაცაა. გაქცევა უნდა იქედან, აღარ უნდა იქ. კიდე უნდა რომ რაღაცა წადოს, რა ხდება იქ? ხა, არა არ გამოდის. ამ ყველაფერს ფანტაზიებში წარმოიდგენს. ნეტავ ეხა რო წავიდე რა მოხდება, უფიქრობს. ნეტა ანუ თქვენზე ამბობს, თქვენთან რომ მოვიდეს, ნეტა რა მოხდება იქ. იქედა რო წამოვიდეს თქვენთან, იქ რა მოხდება? ხა. რა რეაქცია იქნება, ალბათ ამას ფიქრობს. კიდევ. აი ხო გეუბნებით. საკუთარი თავის სასარგებლოდ ეს ადამიანი ძალიან ცდილობს ბალანსი შეინარჩუნოს, მაგრამ არ გამოსდის. ერთადერთი რის თქმად შემიძლია, თუ კი ეჭვიანობთ, მეგობრებო, ეჭვიანობის საბაბი არ გაქვთ, იმიტომ რომ ნახეთ რა წერია, იმპოტენცია. დამთავრებულია. იქ ურთიერთობა არა აქვთ. კექსი არა აქვთ. არა. არც ყავა და ლუდი აქვთ. არა. იქ არაფერი არა აქვთ. ტალახი აქვთ მარტო. აი ეს ტალახი. ბალოტი. ძალიანაც კაი. ძალიანაც კაი. გდია ყრიას პონტი აქვთ იქ. აი ეს ხო გვინდოდა, მეც მინდოდა, კი, რა პრობლემაა, რაც იმსახურებს, რასაც იმსახურებს ადამიანი, იმას რომ ღებულობს, მე ძალიან მიხარია. მე კი არ ვუსურვებ, მიხარია. იმიტომ რომ სამართალი არსებობს სამყაროში, კიდევ. თქვენთან რა, მეგობრებო, თქვენთან. აი, უფლება რო კონდეს ამ ადამიანს. ხა, როგორ მოიქცეოდა თქვენთან მიმართებაში, ხა მაინტერესებს. უფლება რო კონდეს თქვენთვის ჩაფიქრებული, ჰა. მზე ხართ მისი. თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ მისი სიყვარული, თქვენ ხართ მისი საოცნებო, ცხოვრებაც, ოცნებაც. შეშინებული გიყურებთ, ესე ჩახმალული, ჩაყანჯლული, ნეტავ როგორ ხართ, თუ გადარჩით, აინტერესებს ამ ადამიანს, თუ გადარჩით. ხო, იქნებ იმასაც ფიქრობდეს, ხო არ დაკლავთ დანით. აი აქ რომ მოსვლას ფიქრობს. აი აქ ხო ფიქრობს მოსვლას თქვენთან. ხო და თვითონ ფიქრობს ახლა თქვენთან რომ მოვიდეს, ხო არ დაკლავთ დანით. დანით ხო არ დაკლავთ, კიდევ რას ფიქრობს? რას ფიქრობს მეგობრებო და შერიგებას ფიქრობს. კი, ძალიან ენატრება თქვენთან განტარებული ის დრო, ხო გეუბნები, ფიქრობს
შერიგებას მოსლას და შერიგებას ფიქრობს. კი. იქედან წამოსვლას და თქვენთან მოსვლას ფიქრობს. კიდევ რას ფიქრობს? რას ფიქრობ? აი ხო გეუბნებით, საიდანაც წავედი, იქ დაბრუნება მინდაო. ხო, არ გამიმართლა იქ, სადაც წავედიო. როგორადაც წავედი, რისთვისაც წავედი, იქ არ გამიმართლაო. ძალიან ცუდად ვარო, გეგმები შეეცვალა, აზრები შეეცვალა, ხედვა შეეცვალა, ოცნებები შეეცვალა, ცხოვრება შეეცვალა, თავზე დაემხო ყველაფერი. დაემხო. არზევენოკია, აცოდავი. რას ფიქრობს მეგობრებო და შენ გაიმარჯვეო. ხო, ამას ფიქრობს. ეს თქვენთანაა. შენ გაიმარჯვეო, ამას ფიქრობს. თქვენ დასტაში. ხო. გამარჯვებული გამოხვედი შენო. აბა რა ეკონა? ხო. უგზო უკლოთ რო დარბიან მეგობრებო, ესე ეკუთვნით. ხო, აბა რა ეკონა? ეხლა რა მინდა ვკითხო? ეხლა მინდა მასზე ვკითხო. იქ იმ სიტუაციაში. მათ სიტუაციაში. ხო, აი იქ სიტუაციაში, სადაც იმყოფება. ბოლო-ბოლო. რას გადაწყვიტავს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რა მოხდება იქ? დაჭამენ ერთმანეთს, მეგობრებო. იქ იქნება სასაკლაო. დაჭამენ ერთმანეთს, დაკლავენ ერთმანეთს. ნახეთ, აი ამ ორს დააკვირდით, მეგობრებო. როგორ ხოცავენ ერთმანეთს. გესლავენ ერთმანეთს. რა მოხდება, მეგობრებო და აუტანელი საქციელები იქნება ორივესთან. რა მოხდება? ხო, ნახეთ ახლა. ეს ურთიერთობა შეიძლება აქვთ იქ, მაგრამ არაფერი არ აქვთ კარგი. ყველაფერი აქვთ თავზე დამხობილი, მეგობრებო. არ გეგონოთ რომ იქ კარგად იყოს. არა. იქ არის საშინელებები. ამ ადამიანს სიყვარული უნდა, მაგრამ არა, ნახეთ, ამ სიყვარულისთვის სხვაგან იხედება. ეს იქ არა აქვს. ნახეთ ახლა რა ხდება აქ. ის რაც უნდა მას, ხო, სხვაგანაა. ის ვინც უნდა მას, ძალიან პრაქტიკული ადამიანია. ის ვინც უნდა და რაც უნდა მასთან არა, სხვასთანაა და ის სხვაგან იხედება ეს ადამიანი. ამ სიყვარულისთვის სხვაგან იხედება. რა ხდება იქ? ხო, რა ხდება იქ? აი ხო გეუბნებით, წასვლა უნდა ადამიანთან, სტაბილურ ადამიანთან, რომელიც იმყოფება რაღაცა, მაგრამ იმდენად უპასუხისმგებლოა, მეგობრებო. ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან, ერთი წინ და ორი უკან. ხო, უნდა შეთავაზება უნდა, შემოთავაზებები უნდა რაღაცის ამ ადამიანს. თქვენთან მოსვლა და რაღაცის შემოთავაზება უნდა, მეგობრებო. მე არ ვიცი, თქვენ რამდენად მიიღებთ მის ამ შემოთავაზებებს, მაგრამ ეხლა გავარკვევ. ხო, აი რომ მოდის ამ შემოთავაზებებით, მეგობრებო, თქვენთან მოდის რაღაც შემოთავაზებლად, რაღაც უნდა რომ შემოგთავაზოთ. ახლა ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც ახალი დაიწყოს თქვენთან. კი, ღმერთს როგორ ევედრება, გამარჯობა, თაგართვის სალამი. ღმერთს ვევედრები, რომ თქვენთან მოვიდეო, რაც შემოგთავაზო, რისი შემოთავაზებაც მინდა, უფალს ვევედრები, რომ ეს გამომივიდესო ამბობს. ხა, თქვენ ძალიან კარგად იცით, რაც უნდა ამ ადამიანს. ეს ვარ მე და თქვენ ძალიან კარგად იცით. გინდ ჩემთან, გინდ სხვასთან, ეს უკვე ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი თქვენთან მოვა რაღაც შემოთავაზებებით. მოვა იმით, რომ რაღაც ახალი დაიწყოს, ჯერ. ამ ყველაფერს ევედრება უფალს, რომ რასაც დაიწყებს ის გამოუვიდეს. ხო, ეხლა ამას თუ არ ჩავთვლით, ეხლა უპასუხისმგებლობას, ხო, ამას ახლა ვერ წავიღებთ ჩვენ, აი ამას, ამოყირავებული როა. სამაგეროდ თქვენ ხართ ძალიან ძლიერად და მყარად ფეხზე. ხო. თქვენ ძალიან კარგად იცით მისი ყოველი მომდევნო ნაბიჯი. ამიტომ ელოდებით მას, როდის მოგუცურდება თქვენთან, რომ თქვენ მე ესე დააპანღუროთ. ხო, რო დააპანღუროთ. მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენთვის უკვე უცხოა, ხო გეუბნებით, დააპანჩუროთ. დავაი აქიდანო ეტყვით. ნატრევისიოლი ბუკვიზეო. აი ასე მეგობრებო.
დავაი აქიდანო, არ მაინტერესებს შენი არაფერი ამას ეტყვით. დამთავრებულია, შენ ხარ ჩემთვის უცხო, მე ვარ შენ უცხო, აღარ გიცნობ, всё, როდის გიცნობდია? ასე ეტყვით. შეყვარებულმა შემომითვალა, აღარ მიყვარხარ, სხვა შევიყვარე, ახლა მე მკითხე რა შევუთვალე, როდის მიყვარდი, რომ შემიყვარეო. ხა. აღარ მინდებ ხარო ამას ეტყვით. როდის გითხარი რომ მოდიო? აღარ მინდაო ეტყვით, მეგობრებო. დაახვი აქიდანო ამას ეტყვით. თორე აგკენწლავო ამას ეტყვით, მეგობრებო, ხო? კიდე. რას ეტყვით? რას ეტყვით? თქვენ რას ეტყვით? ზამდებოდი მაგ შენს არასრულყოფილებაშიო ეტყვით. ხა. ნერვებ დაქვეითებული ადამიანი, მე არ მჭირდება სხვასთან ნაკექსარი ადამიანი, მე არ მჭირდებაო. რას ეტყვით, ა? დაუმთავრებთ ყველაფერს, მეგობრებო. შენთან არც ოჯახი მინდა, არც ოცნებები მინდა, არც კექსი მინდა, არც სექსი მინდა, არც ჩაი მინდა, არც ყავა მინდა. არაფერი არ მინდა შენთანო ამას ეტყვით. დავაი აქიდანო ამას ეტყვით, მეგობრებო. ზუსტად. ხა. დაუმთავრებთ ყველაფერს. აი ასე. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა და ფქვილი აქაო. ეხლა რა მაინტერესებს? ასია ბატონო, ასია ჩემო ვასია, რო იტყვიან. აბა რა ეგონა, მეგობრებო, არავის არ ეგონას, რომ ვინმეს სხვისი ბედნიერებაზე აგებული, სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება შერჩეს. არა, არავის არ შერჩება. არავის არაფერი არ შერჩება. ეხლა რა მაინტერესებს? ეხლა მინდა ვკითხო კაცს. ეხლა მინდა ასტრაბარაც ვკითხო სამკუთხედზე. აი თქვენ ურთიერთობის სამკუთხედზე ნებით თუ უნებლიეთ. რა მოხდება ბოლო-ბოლო? რას უნდა ელოდეთ ამ სამკუთხედიდან? აი რა გამოვა ამ სამკუთხედიდან? რა დარჩება ამ სამკუთხედიდან? ხა. ეს ადამიანი მოინდომებს ამ ურთიერთობაში მუშაობას, ქველმოქმედებას, თითქოს რაღაცის ჩადებას, ანუ მობრუნდება თქვენსკენ, თვითონ ესე მოისურვებს, თითქოს სურვილი ექნება, რომ თქვენთან მოვიდეს ესე თავზე ხელი გადაგისვათ. ხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავზე ხელი გადაგისვათ, რაიმე და გავიწყდება, არა. უბრალოდ უნდა რომ ამ ურთიერთობაზე იმუშაოს. ხო. კიდე. რა გამოვა? ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი 24/7-ზე, აი თქვენს ფოტოს უყურებს, თუ ტელეფონში გიყურებთ, თუ რაღაც სადღაც გიყურებთ, კი? რაღაცას ხედავს, თქვენ რაღაცას აკეთებთ და ის ხედავთ, მეგობრებო, კი? ხედავთ. კიდევ რაო? სამკუთხედი. რა გამოვა ამ სამკუთხედიდან? ბოლო-ბოლო, იტოგი, რო იტყვიან. დავიწყე უკვე რუსულად ჟარგონული საუბარი. რა გამოვა ამ სამკუთხედიდან? რა დარჩება? ქუცურა და ცუქურა. ქუცურა და ცუქურა. რა დარჩება? რა დარჩება, მეგობრებო და? ამ ადამიანს ცნობის მოყვარეობა კლავს ეხლა. ძალიან ისაც ცნობის მოყვარეობის ბარათი. ამ ადამიანს ცნობის მოყვარეობა კლავს რატომ? ხო, ნეტავ თქვენ ისე ვიქხართ, სადაც დაგტოვა თუ გააგრძელეთ გზა? აი ხო გეუბნებით, ამ ადამიანს აინტერესებს თქვენ ახალი დაიწყეთ რამე თუ ისე ვიქხართ, სადაც დაგტოვა. არა და ხედავთ, რომ სადღაც მიდიხართ, ან წახვედით, გამარჯვებული გამოხვედით, კი სპილოზე ზიხართ, ძლიერად ხართ თქვენ ცხოვრებაში, თვითონ ესე გხედავთ. შეიძლება ასე არ იყოს, მაგრამ თვითონ თქვენ ასე აჩვენებთ და თვითონ ესე ხედავს. ხო. რა დაიწყეთ ესეთი ახალი? რა არის ის ახალი, რაც დაიწყეთ და მან არ იცის? ძალიან აინტერესებს. ხა, იმიტომ რომ ისეთი აღარ ხართ, როგორიც იყავით. ისეთი დაპატარავებული აღარ ხართ, დიდი ხართ უკვე გამختარი. გაიზარდეთ როგორც ჩანს. ხა. ზოგიერთები დროში იკარგება, ხო, მეგობრებო, ვიცით ესეთებიც, მაგრამ თქვენ არ დაკარგულ ხართ, თქვენ გაიზარდეთ, გახვედით. ხო, ამას ეგონა რომ დაიკარგებოდით, მაგრამ ბოდიში, მორბის, რას ლაპარაკობთ? ამოვარდა. მორბის ნახეთ როგორ ადამიანთან, ვარსკვლავ ადამიანთან. თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი. თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ მისი ბალანსი. თქვენ ხართ ის ოქროს გასაღები, რომელიც სადღაც უნდა მოარგოს. რას ლაპარაკობთ? ხა, მოვა, აბა რას იზამს? ელოდეთ, მორბის. გზაშია უკვე.
თან საჩუქრით მოდის, რაღაცას ასე მოარბენიებს, საწოდავი მისი დღე. მეგობრებო, აუცილებლად გამაგებიეთ რომ მოვა. საქვეყნოთ თუ არა პირადში მაინც მომწერეთ. ხა. თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენს იქეთ ვერავის ვეღარ ამჩნევს. შეიძლება ბევრი ეხვეოდეს გარს, ბევრი ადამიანის გარემოცვაში იყოს, ქალბატონი თუ მამაკაცი არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი ეხვეოდეს საწინააღმდეგო სქესის ადამიანები, მაგრამ თქვენს იქეთ ვერავის ვეღარ ხედავს, აღარ აინტერესებს, მობეზრებული აქვს უკვე. არა, არავინ აღარ უნდა, მეგობრებო. თქვენ რა გგონიათ? და კიდევ ერთი ბარათი, რას გეტყოდათ ამ ბარათით? რას გეტყოდათ, მეგობრებო, და ძალიან ბევრი სურვილი მაქვს ჩამოწერილიო, ფანჯრები და დარაბები, დამპლები და დუმპულებიო, რო ამბობს, ხო იცით ახლა, ქეთოდაკოტეში რო არის, ჩამოთვლილი აქვს ამ ადამიანს, ჩამოწერილი აქვს მთელი მისი სურვილები, აფირმაციებს აკეთებს თუ რაღაცებს აკეთებს ეს ადამიანი, ამიტომ იცოდეთ, რომ ძალიან ბევრი სურვილი აქვს ჩამოწერილი და ამის მოყვანა უნდა სისრულეში. ეხლა რამდენად გამოუვა მაგი მე არ ვიცი, მაგრამ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, თან მოულოდნელად ელოდეთ ნაბიჯებს. ეს არის სიწმინდის ბარათი, ეს თქვენ მისთვის ძალიან წმინდა ხართ, ძალიან ერთგული ხართ, ეს ადამიანი თქვენში ხედავს უბოროტო, უღალატო ადამიანს, იცოდეთ რომ თვითონ ასე ხედავთ, თქვენ არ ხართ ის კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აგერ დღეს დაამთავრებს ურთიერთობას და ხვალ გაიქცევა და სხვასთან აღმოჩნდება საწოლში, ეს თქვენზე არ არის, ნათქვამი. ესეთი რაღაცა გამორიცხულია და ეს იცის მან ძალიან კარგად. თუმცა მას იგივე არ გაუკეთებია. ამის თქმა მინდა. თვითონ გაიქცა და ჩაიხუტა სხვას. მოდი ასე ვიტყვი პირდაპირ, მეგობრებო, არ მიწყინოთ ესეთი საუბრისთვის კი. არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც გაიქცევა და პირდაპირ ჩაუწობა სხვას. ესაა თვითონ. ხო. გიღალატად. მე აქ დავინახე ღალატი. რანაირიც არ უნდა იყოს, გინდ მაგიით და გინდ არა მაგიით. ჩემთვის არანაირი გამართლება არ აქვს მაგას. ხო. მაგია თუ ჯადო. გიღალატა, всё, მორჩა კინო, დამთავრდა. სერიალი დამთავრდა. ჩვენ არ ვიმყოფებით ბრაზილიაში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, წმინდა და წმინდაზე წმინდა ხართ მისთვის და ეს ადამიანი აუცილებლად მოდის უკვე თქვენამდე. თქვენთან მოდის უკვე. ელოდეთ წუთი წუთზე დღე-დღეზე, იმიტომ რომ მოფრინავს, გზაშია. მართლაც გეუბნებით, გზაშია. აი რა წუთში მოვა ვერ გეტყვით, ამ წამიდან ელოდეთ მას, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ აქვს. კი, ეშინია რომ არ დაგკარგოთ, ეშინია რომ ვინმე არ გყავდეთ 2 საათში და 2 დღეში ელოდეთ მას. 2 საათი 2 დღე. დიდი გასკდეს 2 კვირა, 2 თვე არა. 2 თვე არა, მეგობრებო, უფრო მალე. 2 საათი და 2 დღე. გასკდა ქვეყანა 2 კვირა. ხო, ნუ იმის და მიხედვით, ვინ რა მანძილზე იმყოფება, მანძილის და მიხედვით. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ კი და აუცილებლად გამაგებინეთ, შემატყობინეთ და მაინტერესებს რამდენად რეზონირდება ჩემი დახარჯული ენერგია თქვენთან, ესეც ჩემი ერთ-ერთი შრომის შედეგია და გელოდებით კომენტარებში. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო თემა სამკუთხედთან დაკავშირებით. ქუცურა და ცუგურა, მინდა მშვიდობიანი და ბედნიერი დღე გისურვოთ, წარმატებული და იღბლიანი და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, სულ დალოცვიები ყოფილიყავით, სულ ბედნიერები ყოფილიყავით და უფლისწყალობა გქონოდეთ სულ, ასე რომ აბა დროებით უღრმესი მადლობა ყველას.